გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპა ფოკუსში. მე მიშელ ჰენრი ვარ, გმადლობთ რომ გვიყურებთ. დღეს სპეციალური გადაცემა მოგიმზადეთ, რათა ახლოდან დაგანახოთ თუ როგორი საშიში გახდა ევროპაში ცხოვრება, დაწყებული ტერორიზმით და გაყოფილი საზოგადოებით, დამთავრებული დემოკრატიის ნაკლებობით. თურქეთში გადატრიალების მცდელობა მალევე აღიკვეთა, რადგან სამხედროებმა იარაღი დაყარეს. მერე სტამბოლის თაქსიმის მოედანზე დამყარდა მშვიდობა და ქალაქიც ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. მაგრამ რჩება კი დემოკრატია თურქეთში მოწოდების სიმაღლეზე, კითხულობს უფლება დამცველი. თურქეთი ახლა არ შემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ნელ-ნელად გება მწყობრში. იმათ ჩამოსათვლელად თუ ვისაწყობდა გადატრიალება ხელის თითებიც იკმარებს. თურქეთის შეიარაღებული ძალები 60-იანი წლებიდან მოყოლებული გადატრიალების სამი მცდელობის მიუხედავად დემოკრატიის ბურჯად მიიჩნევა. ჩვენ სტამბოლში გავემგზავრეთ, რათა იმ ადამიანს გავესაუბროთ, რომელიც ბოლო წარმატებულ გადატრიალებას მოესწრო. მისი თქმით, ამგვარი მოვლენების შემდეგ გამარჯვებული არავინ რჩება. კვირის დრამატულმა მოვლენებმა მოგონებები აუშალა. ჯელალეთინ ჯანს 1980 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალება კარგად ახსოვს. იმ დროს სტამბოლში სტუდენტი იყო. დღემდე არ ავიწყდება ის სისასტიკე, რაც მაშინ გამოსცადა. აი ამ ადგილას დამაკავეს. ორ მანქანას შორის მომაქციეს. პოლიციელები გადმოხდნენ, ტომარა ჩამომაწვეს და განყოფილებაში გადამიყვანეს. იქი ეგრეთ წოდებული დაკითხვა დაიწყო. ფეხის გულებში მიირთყავდნენ, ელექტროშოკს იყენებდნენ. დაძინების საშუალებას არ მაძლევდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. წამება 2 დღე გაგრძელდა. მაშინ 650,000 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის მემარცხენე აქტივისტი ჯანი, ლიბერალები და ქურთები. პუტჩი 1980 წლის 12 სექტემბერს მოხდა, რასაც მემარჯვენე და მემარცხენე ჯგუფებს შორის არეულობა ახლდა თან. გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობაც. სტამბოლის თაქსიმის მოედანი კი გადატრიალების სიმბოლოდ იქცა. გასულ კვირას ეს მოედანი ჯარისკაცებს ეკავათ, რომელთაც მთავრობის ჩამოგდება და ძალაუფლების ხელში აღება სურდათ. დღეები გავიდა და ხალხი აქ უკვე სურათებს იღებს. თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტიის ათასობით მომხრე ერდოღანის მოწოდებას გამოეხმაურა და ქუჩებში აჯანყების ჩასახშობად ჩამოვიდა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მთავრობაც და პრეზიდენტიც. ერთად ძლიერები ვართ. ჩვენი ცხოვრება აწი ნორმალურად გაგრძელდება. არავის მივცემთ დაჩოქების უფლებას. ჯელალეთინ ჯანი მოხარულია, რომ გადატრიალება არ მოხდა. მაგრამ არც ერდოღანის მომხრეთა სიხარულს იზიარებს. მისი თქმით, ახლა ბრძოლა ორ ავტორიტარულ ძალას შორის მიმდინარეობს. მისი აზრით, ადრე ასე არ იყო. 36 წლის წინ გადატრიალება ხელისუფლების წინააღმდეგ არ მომხდარა. არამედ იმ საზოგადოების დიდი ნაწილის წინააღმდეგ, ვინც ემანსპირებული და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძოდა. ნიშნულობა არ ჰქონდა ეს ხალხის სტუდენტობა იყო თუ ბიზნეს წრეები. სამხედროების განვითარების შეჩერება სურდათ. ადამიანთა მსხვერპლის სახით მწუხარება და დაუმორჩილებლობა განისვენებს. ალაჰი დიდია, გაისმის ხალხის ხმა. ზოგიერთი სასულიერო პირებსა დანაშაულებს ძალის დემონსტრირებისთვის დაკრძალვის გამოყენებაში. ქალაქებს ღამღამობით სამართლიანობის და განვითარების პარტიის მომხრეები აკონტროლებენ. ჯარისკაცებმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი აღარასოდეს უნდა აღმართონ. სასამართლოს წინაშე რომც არ აგონ პასუხი, ალაჰის წინაშე მოუწევთ პასუხისგება. კრიტიკოსები შიშობენ, რომ გადატრიალების დამარცხების შემდეგ ერდოღანი ისლამურ ძალებს შემოიკრებს და მართვის ადავეებს კიდევ უფრო მჭიდროდ დაიჭერს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთით, ერდოღანი თავის ავტორიტარულ ხედვას კიდევ უფრო ძლიერად მოახვევს ყველას თავზე და ავტოკრატიულ რეჟიმს შექმნის. ეს კი დემოკრატიისთვის სამხედრო გადატრიალებაზე უარესი არაფრით არის. ჯანი წლებია იბრძვის, რომ 1980 წელს მომხდარი გადატრიალების გენერლები და ის მაღალჩინოსნები, ვინც ის აწამა, სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მაგრამ ამაოდ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო გადატრიალება მისთვის მაინც მიუღებელია. ვის მხარესაც უნდა ვიყოთ, სახელმწიფო გადატრიალება მაინც უარყოფითი მოვლენაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლოს მაინც პროგრესული ძალები,
და ქურთები ზარალდებიან. Yani asıl muhalif bunlardır yani. ჯალალეთინ ჯანი დღემდე იბრძვის საკუთარი შეხედულებების დასაცავად. ავტოკრატიული და სამხედრო ძალაუფლების წინააღმდეგ. 1980 წლის პუტჩის შემდეგ 19 წელიწადი ციხეში გაატარა. მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ სახელმწიფო გადატრიალება არც ერთ კითხვაზე არ იძლევა პასუხს, თურქეთშიც კი. მრავალი წლის განმავლობაში პრეზიდენტის შეურაცხყოფა დანაშაულად ითვლებოდა, მაგრამ სასჯელი თითქმის არავისთვის დაუკისრებიათ, სანამ 2014 წელს პრეზიდენტი ერდოღანი არ მოვიდა ხელისუფლებაში. მას მერე თითქმის 2000 საქმე აღიძრა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის წინააღმდეგ, დაწყებული ჟურნალისტებიდან და პოლიტიკოსებიდან სკოლის მოსწავლეები დამთავრებული. ახლა, როდესაც სამხედრო გადატრიალების მომხრენი დამარცხდნენ, კრიტიკოსები შიშობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება სრულიად შეიზღუდება. მისი ოპონენტების თქმით, თუ კი სხვა ქვეყანაში პრეზიდენტის კრიტიკა ნორმალური მოვლენაა, თურქეთში ამის გამო შესაძლოა ადამიანი დააპატიმრონ ან სისხლის სამართლის საქმე აღძრან მის წინააღმდეგ. ერდოღანი და გოლუმი. თურქეთის ლიდერსა და ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟს ოპოზიციის ახალგაზრდა წევრები ხშირად ადარებენ. მაგრამ პრეზიდენტი არ იცინის და იოლად ბრაზდება. მედია ზეწოლის ქვეშაა, ამბობს 17 წლის მეჰმეთი. უმცირეს კრიტიკაზეც კი შეიძლება ადამიანს სერიოზული პრობლემა შეექმნას. ჟურნალებს გარეკანის გამოსჭიან, ტელეარხებს ხურავენ. თურქეთი ერთი კაცის მიერ იმართება. მეჰმეთმა იცის, რასაც ლაპარაკობს. საჯარო კრიტიკის გამო დასჯა მან საკუთარ თავზე გამოსცადა. მეჰმეთი ცენტრალურ ქალაქ ქონიაში ცხოვრობს, რომელშიც მის გარდა კიდევ 2 მილიონი ადამიანი ბინადრობს და კონსერვატიული ისლამის ბურჯად მიიჩნევა. სანახევროდ ერდოღანის მიერ დაფუძნებულმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ გასული ნოემბრის არჩევნებში 74% მიიღო. ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი 9%. ამ გარემოში მოუხდა მეჰმეთს 2014 წლის დეკემბერში ქალაქის ცენტრში ხმის ამოღება როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრს. ჩვენ ერდოღანს სახელმწიფოს მეთაურად ვერ ვხედავთ. ჩვენთვის ის კორუფციის, ქურდობის და გამოძალვის სათავეა. მეორე დილითვე დამაპატიმრეს. სკოლაში 8 ნახევარზე წავედი და პოლიცია იქ უკვე 9 საათზე მოვიდა. დედაჩემისთვის უნდოდა დარეკვა. მე კი დედის ერთა ვარ და არ მინდოდა მისი აღელვება. ამიტომაც ოფიცრებს ვეხვეწე. არ დაურეკოთ მეთქი. მაგრამ მითხრეს მოვალენი ვართო. დედა უკიდურესად შეშფოთდა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. პატიმრობაში გატარებულ დღეებს არ ვჩვი. მე დედის თრემლები მადარდებდა. მეჰმეთი 2 დღის მერე გაათავისუფლეს, რაც მედიამ ფართოდ გააშუქა. მეჰმეთი ჯერ დედას ჩაეხუტა, მერე კამერებისკენ მიბრუნდა. ჩვენ ტერორისტები არ ვართ, თქვა მან. მაგრამ პროკურორებმა მის წინააღმდეგ საქმე მაინც აღძრეს, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად 16 წლის იყო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. მეჰმეთი მალევე გარიცხეს სკოლიდან. თურქი სასამართლო ექსპერტი იბრაჰიმ ქაბოღლუ ეჭვის თვალით უყურებს მეჰმეთის წინააღმდეგ შეკერილ საქმეს. ის ამბობს, რომ პოლიციას არ ჰქონდა ბიჭის დაპატიმრების, ხოლო მთავრობას მასზე სასამართლო მოსმენების დანიშვნის უფლება. პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიებაც კანონით დადგენილი სამართალდარღვევაა. სასამართლოს დამოუკიდებლობაში ამ დონის ჩარევა თურქეთის კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამ ქონიელი ბიჭის პრობლემა მდგომარეობს კონსტიტუციურ დარღვევაში. ჯერ აღმასრულებელი, შემდეგ საკანონმდებლო და ბოლოს სასამართლო ხელისუფლების მიერ. სახელმწიფო მეთაური ქაბოღლუს თქმით, უფრო და უფრო უდიერად ექცევა კონსტიტუციას. ისეთ ინსტიტუტშიც კი, როგორიცაა საპრეზიდენტო, რომლის მოვალეობაც კონსტიტუციის დაცვაა. სახელმწიფოს ძირითადი კანონის დარღვევა უკვე ნორმად იქცა. ჩვენ ახლა მეჰმეთთან ერთად ქონიაში გადავადგილდებით. ის თავის ყოფილ სკოლას გვიჩვენებს. მანქანიდან გადასვლა არ უნდა. ერთხელ გადამღებ ჯგუფთან ერთად უკვე სცადა. მათ მაშინვე მიიქციეს გამვლელთა ყურადღება და პრობლემაც შეიქმნა. მეჰმეთი ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა გასაგებად უთხრა, როდესაც საგამოძიებო პროცედურები დასრულდებოდა, სკოლა მერე დაემთავრებინა. შარშან შემოდგომით მეჰმეთს 3 წლიანი პირობითი და ადგილობრივ ციხეში 11 თვიანი სასჯელი შეუფარდეს.
მან საბუთები სხვა სკოლაში გადაიტანა და ახლა უკეთესი მომავლის იმედით არის. მერე 11-თვიანი პატიმრობა 3 წლიანი პირობითით შეუცვალეს. მინდა სამართალი ვისწავლო. გუშინ მე დამაპატიმრეს. ხვალ შეიძლება სხვა ჩასვან. მე უკვე კრიმინალური წარსული მაქვს და პროკურორი ან მოსამართლე ვეღარ გავხდები. მაგრამ შემიძლია უსამართლობას ადვოკატის პროფესიით ვებრძოლო. დღეს კი ნათელია, რომ თურქეთს კარგი ადვოკატები კიდევ მრავალი წლები დაჭირდება. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მარცხის შემდეგ რამდენიმე 1000 ეჭვმიტანელი დააპატიმრეს, მათ შორის 10000-ობით საჯარო მოხელე, განსაკუთრებული იერიშიკი შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროს თანამშრომლებზე მიტანეს, რომლებიც საქმეს ჩამოაცილეს და მათი ადგილებიც ვაკანტური გახდა. ფრანგებისთვის ბასტილიის აღების დღე ისეთივე საზეიმოა, როგორც ამერიკელებისთვის 4 ივლისი. ოჯახებით, საქეიფო სუფრით და ცხადია ფოიერვერკებით, მაგრამ იმ საბედისწერო საღამოს 80 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, როდესაც ისლამური სახელმწიფოს შეკვეთით რადიკალმა ისლამისტმა მამაკაცმა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში სასაკალაო მოაწყო. ტვირთმზიდის მძღოლმა ინგლისის სანაპიროზე 2 კილომეტრი გაიარა, რათა ხმელთაშუა ზღვის ეს ადგილი საშინელ სცენად ექცია. ჩვენი კორესპონდენტი ამ ქალაქში ჩავიდა ადგილობრივებთან გასასაუბრებლად, რომელთაც იმედი აქვთ, რომ უკანასკნელი თავდასხმა საზოგადოებას არ გახლეჩს. ალექს ჟირო ცდილობს თავისი რესტორანი ისევ აამუშაოს. ბალთაზარი მაშინ დაიხურა, როდესაც ბასტილიის აღების დღეს ტერორისტულ თავდასხმას გამოქცეულმა ასობით ადამიანმა ამ კედლებს შეაფარა თავი. ალექსსა და მის და რებეკას მედიის მხრიდან უწყვეტი ყურადღების ატანა უჭირთ. გვიჭირს, რადგან მომხდარს დაუსრულებლად გვახსენებს. მათი რესტორანი ნიცაში სწორედ ინგლისის სანაპიროზეა. ტერორისტის ტვირთმზიდი აქედან 100 მეტრში იდგა და სამხრეთ საფრანგეთის ამ პოპულარულ კურორტზე თავდასხმა სრულიად წარმოუდგენელი იყო. ყველა შოქშია. ყველას პირზე პარიზი ეკერა და ასეთი რამ აქაც თუ მოხდებოდა ვინ წარმოიდგენდა. ალექსი და რებეკა ნიცაში გაიზარდნენ. მათი ოჯახი უკვე 10 წელია რესტორანს ამუშავებს. ბასტილიის ღამეს ყველაფერი იღონეს, რომ მომხმარებლები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. სამზარეულოსა და სარდაფში ჩაიყვანეს ხალხი. ყველაფერი კამერებმა დააფიქსირა. აი ეს დედა ჩემია. ხალხი კი უცებ შემორბის. ყველა აქეთ მოიწევს. ხალხი მიხვდა. ყველას ვუთხარით, რომ შემოსულიყვნენ. არ ვიცოდით რა ხდებოდა. შევშინდით, ვიფიქრეთ, რომ 3-4 ან 5 შეიარაღებული ადამიანი არბევდა ხალხს. ყველა ისე სწრაფად შემოდიოდა, რომ ზოგიერთი, როგორც ხედავთ, წაიქცა კიდეც. აი ზოგი იქცევა. ზოგიც უკვე წაქცეულია. ხალხი ბავშვებივით დაბნეული დარბოდა. აგერ მამას შვილი უჭირავს ხელში. ნახეთ როგორ უჭირს სუნთქვა ნერვიულობისგან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხვდება უსაფრთხო ადგილას რომ არის. თავდასხმას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ათეულობით კი დაშავდა. თავდამსხმელი 31 წლის ტუნისელი აღმოჩნდა, რომელიც ნიცის ჩრდილოეთით ცხოვრობდა. ადგილობრივი მუსულმანები განადგურებულნი არიან. მსხვერპლს გლოვობენ და მათ თემზე საპასუხო თავდასხმის ეშინიათ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ რელიგიას ამგვარ ქმედებებთან საერთო არაფერი აქვს. ხალხი მუსულმანთა მდგომარეობაშიც უნდა შევიდეს. ჩვენ ახლა ორ ცეცხლშუა ვართ. ნიცაში მუსულმანთა მნიშვნელოვანი თემი და რამდენიმე მეჩეთია. აქ ეშინიათ, რომ ტერორისტული თავდასხმები ვითარებას დაძაბავს. მომხდარის გათვალისწინებით ხვდებით, რომ ზოგიერთი ადამიანი ექსტრემალურ შეხედულებებს აღარ დაფარავს. იტყვიან, მუსლიმებმა არც კი დაგმეს მომხდარიო. საფრანგეთში მშვიდობიან თანაარსებობას სერიოზული დარტყმა მიაყენეს ამ თავდასხმით. სანაპიროზე კი დამსვენებლები დაბრუნდნენ, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე ტერაქტამდე. ადგილობრივი დამსაქმებლები შეშფოთებულნი არიან, რადგან მომხდარმა შეიძლება ქალაქზე ხანგრძლივი ნეგატიური გავლენა იქონიოს. ალექსი და რებეკა ცდილობენ მალე მოიშუშონ ტრავმა და კოლეგებთან ერთად გახავთ დრო.
მომხდარს თავს ჩვენით ვერ გავართმევთ. საუბარი გვჭირდება. გულის ტკივილის გაზიარება. ტირილი და ხალხის სითბო გვჭირდება. ამიტომაც ვართ ახლა ერთად. ჩვენ ეს ყველამ ერთად გამოვიარეთ და ჩვენი თანამშრომლებიც ამბობენ, რომ უკვე ერთი ოჯახი ვართ. და ამ ოჯახს სურს, რომ რესტორანი შეძლების დაგვარად სწრაფად გაიხსნას და ისევე სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც მთელი საფრანგეთი. ევროპის მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების საფრთხე იზრდება. ბელგიასა და თურქეთში ბომბების აფეთქების და საფრანგეთში განმეორებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ მხოლოდ დროის საქმე იყო, სანამ გერმანიაც ჯიჰადისტთა სამიზნე გახდებოდა. ეს საფრთხე რეალური გახდა, როდესაც ავღანელი დევნილი სამხრეთ გერმანიაში მატარებელში ნაჯახით გაუსწორდა მგზავრებს. ამ ამბის და ნიცაში მომხდარის გათვალისწინებით კონტინენტი ახალი თავდამსხმელების საფრთხის წინაშეა. ბევრია უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტი და ბევრიც ისეთი, რომელიც რადიკალური ისლამის მიმდევარი ხდება ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის შედეგად. ზოგს კი მარტო სურჩევნია ბრძოლა. ეს ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული ვიდეოა. გალობაში კი შემდეგი სიტყვები ისმის. დახოცე, სადაც უნდა მოიხელთო. გერმანიაც მათი ერთ-ერთი სამიზნე აღმოჩნდა. უშიშროების სამსახურებმა ახლახან დიუსელდორფზე თავდასხმა აღკვეთეს, სადაც ტერორისტებს გამრავლებისთვის ცეცხლის გახსნა და თავის afetქება ჰქონდათ დაგეგმილი. თავდასხმების საფრთხე ნამდვილად არსებობს. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ბოლო წლებში ისლამური სახელმწიფო არაპროგნოზირებად ურჩხულად იქცა. სავარაუდოა, რომ ვისაც აისისთან რამე ურთიერთობა ჰქონია და აქ ჩამოვიდა, ჩვენ სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ ზუსტია. ამ საბუთებით დგინდება, რომ 54 გერმანელი სირიაში ახალ ომში საბრძოლველად წავიდა. აქ წერია მათი სახელები, პროფესია, სისხლის ჯგუფი, საბრძოლო გამოცდილება, მათ ისიც კი ჰკითხეს, შესწირავდნენ თუ არა თავს საჭიროების შემთხვევაში. აქ იმაზეც წერია, თუ სად გადის ეს ხალხი რეკრუტირებას. ბერლინი, ჰამბურგი, ბრემენი, დორტმუნდი, ფრანკფურტი, კასელი, ლიუბეკი, ვოლსბურგი და კიდევ არა ერთი ადგილი. ამ ქალის ვაჟიც სიაშია. მან გერმანია 2014 წელს დატოვა და დაიბარა, რომ არ დადეგებზე მიდიოდა. რამდენიმე კვირა კავშირზე არ გამოსულა. მერე შეტყობინება გაგზავნა, სადაც ოჯახს აუწყა, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში ჩაეწერა. რომ გავიფიქრე, ჩემი ბიჭიც იქ არის, მეთქი თავზე დამემხო ყველაფერი. იქ რა უნდა, რა მუბიც გაიქიდგენ. არაფერი აკლდა. წესიერი განათლება, საშუალო შემოსავალი. მეგობრების მთელი წრე. ცხადია, თავს ვეკითხებოდი. ეს როგორ უნდა მომხდარიყო მეთქი? მის ადგილას ხომ ნებისმიერი ბავშვი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. ნებისმიერი ოჯახის შვილი. ISIS-ის პროპაგანდა, როგორც ჩანს, საზოგადოების ყველა ფენაზე ახდენს ეფექტს. სირიიდან დაბრუნებულების განზრახვის ამოცნობა ძალიან რთულია. ჩვენ ზუსტად ვერ ვხვდებით. რა ამოძრავებთ? გეგმა თუ შინაგანი მოთხოვნილება. ჩვენ ყველას ხომ ვერ გამოვკეტავთ. ღია საზოგადოება ვართ. და ქუჩებში ვერ დავაკავებთ ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ საფრთხის უმცირესი ნიშნები გაჩნდა. ეს კაცი, რომელმაც საფრთხის გამო ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, გვიხსნის, როგორ გახდა მისი ყოფილი მეგობარი სირიელი ჯიჰადისტი. მუჰამედი ჩვეულებრივი წვრილმანი ხულიგანი იყო. ხალხს თავს ესხმოდა. მერე მოულოდნელად შეიცვალა. ლოცვას მოუხშირა. ბალახის წევას შეეშვა. წვერი მოუშვა და რადიკალი გახდა. ეს ყველაზე ცუდი კომბინაციაა. სიბრალულის არ მქონე ადამიანი. რელიგიისა და ცუდი ადამიანების გავლენის ქვეშ. მოჰამედი Facebook-ზე წერდა, რომ ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და სირიიდან ფოტოებს ტვირთავდა.
ზოგიერთ ფოტოზე მის გვერდით მოკვეთილი თავებიც ჩანდა. 9 თვის შემდეგ კი გერმანიაში დაბრუნდა. პარიკმახერთან ვიჯექი და მან მითხრა, რომ მოჰამედი სირიიდან დაბრუნდა. მეგობრებმაც დაადასტურეს. ბევრი ისეთიც კი აქებს მას, ვინც რელიგიური სულაც არ არის. ამბობენ, ნახე სირიიდან დაბრუნდა. ისლამისთვის იბრძოდაო. ასეთებისთვის მოჰამედი სათაყვანებელია. მოჰამედი მეგობრებთან რამდენიმე თვე იმალებოდა. მერე თავის ძველ მეჩეთში ისევ განაახლა სიარული. მისი მეგობარი კი ეჭვებმა შეიპყრო. არ მინდა რომ აქ იყოს. ისეთი ავადმყოფია. აქ კალაშნიკოვის ავტომატის შოვნაც კი სცადა. არ ვიცი თავდასხმა უნდა თუ არა ვინმეზე. მაგრამ მაგისთანა 3-4 კაცი და მე პოლიციაში დავრეკე, მაგრამ მითხრეს, თუ სადმე ვნახავდი მეცნობებინა, დაუჯერებელია, არ ვიცი რაზე ფიქრობენ. მოჰამედის სირიაში 2015 წლის შემოდგომაზე გაემგზავრა. ახლა მის ძველ მეგობარს ეშინია, რომ ზაფხულში ისევ გერმანიაში დაბრუნდება. ამიტომ რაღაც ხომ უნდა შეაჩეროს. ჩვენ ეროვნულ პროკურატურას ვეწვიეთ ამ საკითხის გასარკვევად. უწყების წარმომადგენლებს სპეციფიკურ საქმეებზე საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ ასე გამოძიებაში შეეშლებათ ხელი, მაგრამ გვარწმუნებენ, რომ უკან დაბრუნებულებს უწყვეტად აკონტროლებენ და ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მზად არიან. ტერორისტული აქტის ჩადენა ყველას შეუძლია. მიუხედავად იმისა, ის თვით რადიკალიზებულია თუ სირიიდან არის დაბრუნებული. ისინი სხვადასხვანაირად საშიშნი არიან. გოგონა, რომელიც ჰანოვერში რკინიგზის სადგურზე პოლიციელს დაესხა სამზარეულოს დანით თავს, ისეთივე საშიშია, როგორც ის, ვინც კალაშნიკოვის ხმარება იცის, ან შაჰიდის ქამარს იკეთებს და ფეხბურთის მატჩისას, ან ხალხის თავშეყრის ადგილზე ბომბი მოჰყავს მოქმედებაში. დაკავების ცენტრი ფრანკფურტში. გერმანიის მოქალაქეების 2/3, ვინც ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ნამყოფი, პოლიციისთვის უკვე ცნობილია. ბევრმა მათგანმა წვრილმანი ხულიგნობით დაიწყო, ციხეში კი რადიკალი ისლამისტი გახდა. ამის საპასუხოდ ჰესენის ხელისუფლებამ ანტირადიკალისტური პროგრამა ამუშავა. მუსლიმთა ციხის მღვდელი მუსტაფა ჩიმსიტი ერთ-ერთი მონაწილეა ამ პროგრამის. თვით რადიკალიზების რისკი მეტისმეტად მაღალია. ციხეებში მით უმეტეს. იზოლაციაში კი რჩევასაც ვერავის კითხავენ. აქ ყველა ერთნაირად აზროვნებს. თუ კი სხვები უკვე რადიკალიზებულნი არიან, დანარჩენებსაც იოლად დააყენებენ რადიკალიზმის გზაზე. აი ამიტომ არის პრევენციული ქმედება მნიშვნელოვანი. Deshalb ist halt diese präventive Arbeit sehr wichtig. ციხის მღვდელი პატიმრებს ერთ-ერთზე ხვდება. ის რადიკალიზაციისგან დასაცავად ლოცვის ხერხს იყენებს. ჩვენ გვყავს მუსლიმები, რომლებიც გერმანიიდან არიან და აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში ყველა ურწმუნოა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც დასავლეთელები არიან. გამოდის, რომ საკუთარ თავს უარყოფენ. ამიტომაც ეს შეუსაბამობა უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ. ეს პატიმარი მძიმე დანაშაულისთვის არის დაკავებული. მას ჯიჰადისტები უკვე დაუახლოვდნენ. მისი თქმით, ახალგაზრდა მუსლიმები ძალიან დამყოლები არიან. მათ გარკვეული მოწოდებები ესმით. გაემგზავრე, იარაღი აისხი, სროლა შეგიძლია. ხალხი უსმენს ასეთ მოწოდებებს. ამის მქადაგებელი მათთვის მნიშვნელოვანი ხდება. ახალგაზრდებს ის ძალაუფლებას წყურიათ, რაც მანამდე არ გააჩნდათ. ეს კი ყველას იზიდავს. ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო ახალი ნაკადის მიღებას განაგრძობს, როგორც გერმანიიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. წამსვლელთა რაოდენობა ისეთი მაღალი აღარ არის, როგორც 2014 წელს, როდესაც სახალიფო გამოცხადდა. მართალია ბუმის შემცირდა, მაგრამ ISIS-ი მაინც მიმზიდველია და ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის ადამიანების მიღებას ახერხებს. ამ ოჯახსაც უბედურება დაატყდა თავს. 1 წლის თავზე სირიიდან ზარი გაისმა. ამ ქალს აცნობეს, რომ ვაჟი დაიღუპა, მაგრამ ახლა 64-შეა. ვერ ვიჯერებდი. ვიჯექი და ვფიქრობდი. ეს ტყუილია. ნამდვილი კოშმარია მეთქი. მეგონა ვიღაც იდიოტი მაშაყირებდა. შენი ბიჭი ორმხრივი სროლისას დაიღუპაო. დაუჯერებელია.
არც არაფერი ამიხსნეს და კითხვების დასმაც ამიკრძალეს. ამ ხელად კივილი დამრჩა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. და ამის შემდეგ კიდევ გვთვლიან, რომ ურწმუნა ხარ. თუ რატომ დაიღუპა მისი შვილი, დედა პასუხს ვერასდროს იპოვის. მისი ვაჟი იმ 8 გერმანულს შორის იყო, რომლებიც ISIS-იმ ტერორის დასათესად გამოიყენა. ასეთი გახლდათ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დღეს ორ ყველაზე მტკივნეულ საკითხს შევეხეთ. მოსმენილი ამბები მთელი ევროპის მასშტაბით ყველას აფიქრებს. ჩვენი თხოვნაა, თქვენი აზრი თავისუფლად გაგვიზიაროთ Facebook-ით, იმეილით და Twitter-ით. მე და ჩემი გუნდი კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.